კაცობრიობის მომავალი კოსმოსის ათვისებასთან ასოცირდება. ითვლება, რომ მომავალში ჩვენი ცივილიზაცია ასტეროიდებიდან ძვირფასი ლითონების მოპოვებას დაიწყებს. და აი ახლა, ახალი კვლევების თანახმად, ჩვენ შეიძლება ასე შორს წასვლა არ მოგვიწიოს. ამისთვის იდეალური კანდიდატი კი მთვარეა. როგორც ახალ კვლევაშია განმარტებული მეტეორთა შეჯახების ზემოქმედებების შედეგად, მთვარის ზედაპირზე ან მის ქვემოთ, ხელმისაწვდომ სიღრმეში, საკმაოდ დიდი რაოდენობით ძვირფასი მეტალები ჩამოყალიბდა. თუ მთვარეს დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ის თითქმის მთლიანად კრატერებითაა დაფარული. და მაინც, რამდენი კრატერია მთვარეზე? 2020 წელს ჩატარებულმა კვლევამ ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის დაბალი და საშუალო განედების რეგიონებში 190,000-ზე მეტი ახალი კრატერი აღმოაჩინა. ეს კრატერები მაშინ წარმოიქმნება, როდესაც ასტეროიდი, მეტეორიტი ან კომეტა მთვარის ზედაპირზე ეცემა. ობიექტის ენერგია, რომელიც განისაზღვრება მისი ზომით, სიმკვრივითა და სიჩქარით, გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორი კრატერი წარმოიქმნება შეჯახების შედეგად. აღნიშნულია NASA-ს განცხადებაში. ეს საკმაოდ რთული ამოცანა იყო. კვლევრებს უნდა შეეფასებინათ შეჯახების მასშტაბები, ასტეროიდებში შემავალი ლითონები და ამ ობიექტებიდან რამდენი დაეცემოდა მთვარეს ისეთი სიჩქარით, რომ ძვირფასი ლითონები მთვარის ზედაპირთან ახლოს გაჩენილიყო. კვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თითქმის 6500 კრატერი უნდა შეიცავდეს ასეთ ძვირფას ლითონებს. მათი თქმით, ამ ნიმუშებში მნიშვნელოვანი რაოდენობითაა ჰიდრატირებული მინერალები. New Scientist-ისთვის მიწოდებული უხეში შეფასებით, მთვარეზე შესაძლოა $1 ტრილიონ-ზე მეტი ღირებულების, ძვირფასი პლატინა და სხვა ლითონები იყოს. მეცნიერების თქმით, მომავალში კოსმოსური კვლევების მონეტიზაცია მოხდება და ამის კარგი მაგალითი მთვარის რესურსები იქნება. დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ მთვარის ამ მიზნით გამოყენებაზე. რამდენად გაუძლებს თქვენი აზრით ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი გადათხრებს. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.